დღეს ჩვენ მოვინახულეთ ნომერ 1 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც მდებარეობს დაბა ლაითურში. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მქონე პენიტენციური დაწესებულება, რომელიც აერთიანებს ყველა რისკის მქონე მსჯავრდებულს. აქ არის როგორც დაბალი რისკის, ასევე ნახევრადღია, დახურული და მომეტებული რისკის სეგმენტები, რომელიც სრულად არის გათვლილი ყველა ტიპის პატიმარზე. აქ მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ისიც, რომ შესაძლებელია უკვე ქალი პატიმრების მიღება მსჯავრდებულების, რაც მნიშვნელოვნად აიოლებს ჩვენს დატვირთვას. გეგმავთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს არის სტადიონების მშენებლობა, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის, ხელბურთის სტადიონი, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ეს იქნება პირველი დაწესებულება, სადაც გაიხსნება კინოთეატრი. ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ის, რომ დავიცვათ უსაფრთხოება პენიტენციურ დაწესებულებაში და მსჯავრდებულება მოიხადონ სასჯელი, არამედ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სრულყოფილ წევრებად დაბრუნება საზოგადოებაში. გვინდა რომ პენიტენციურ სისტემას შევთავაზოთ ინოვაციური პროდუქტი. ეს არის კინოდარბაზი, რომლის მშენებლობაც დაიწყება სულ ახლო მომავალში და შესაბამისად უკვე დაბალი რისკის მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ დაესწრონ კინოჩვენებებს და ასევე ეს დარბაზი გამოყენებული იქნება სხვადასხვა აქტივობებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი არის რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროცესი თითოეული მსჯავრდებულის და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ მომავალშიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც განთავსებულები იქნებიან დაბალი რისკის მსჯავრდებულები, სწორედ მათაც ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ მსგავსი სერვისები.